ფონდ ქართული გალობის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში კონცერტი გაიმართა სახელწოდებით ქართული ხალხური სიმღერა კაცობრიობის საგანძური, რომელშიც გალობისა და სიმღერის ცნობილი გუნდები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფონდმა ქართული გალობა უკვე მეორედ ქართული ტრადიციული სიმღერისა და შემოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის 6 გამორჩეული ოსტატის საზეიმოდ დააჯილდოვა. ფონდი გასული წლის ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით დაფუძნდა. ჯილდოვდებიან ძალიან ისეთი ღვაწლმოსილი გამოჩენილი ფოლკლორისტები, ლელა თათარაიძე, თუშური სიმღერის შემსრულებელი, რეზო ჭოხონელიძე, ანსამბლერის სიონის მთავარი ქორეოგრაფი და საუკუნის ქორეოგრაფად ესახელდება და ასევე სვანეთიდან ყავს ანსამბლ გუშედა ხელმძღვანელი გელა გუგავა, ყავს ახალი თაობის წარმომადგენლები, სვან აკაური, აქ მოღვაწე სვანები ანსამბლი კვირია და გომარ სიხარულიძე, ეს ღვაწლმოსილი ჩვენი კომპოზიტორი და ხალხური სიმღერის დიდ ოსტატი. შეუძლებელია თანამედროვეობის ჩვენი ახალგაზრდობის თანამედროვე კულტურის განვითარება, თუ ამასთან ერთად ჩვენი ტრადიციული კულტურა არ იქნება სათანადო დონეზე მხარდაჭერილი და განვითარებული. დღეს დაჯილდოვდნენ ჩვენი ეროვნული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები. ეს დაჯილდოება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისთავად სიმბოლურია, მაინც იმ მოღვაწეთან შედარებით, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ამ ფონდის არსებობას, იმიტომ რომ გასაგებია რომ თელ სოფლიოს და თელ ასობრიობას მუსიკალურს თუ არამუსიკალურს, ცეკვის მოყვარულს თუ არა ცეკვის მოყვარულს ყველა მიცის ჩვენი ქართული ეს ძვირფასეულობა. და ამ ძვირფასეულობას ჭირდება ორგანიზაცია, რომელიც ამას უფრთხილდება თვალის ჩინივით, უვლის, წვერს აცლის, სუფთა ჟანგბადს აწოდებს და წყალს ასხამს კიდევ უფრო გასაზრდელად.